ამ საკითხის მოგვარება დიდფულს იპარავდნენ ამ მშენებლობაზე, როგორც ჩანს, ეს სხვა შორის ჩემი აზრით არის ყარსის გუბერნატორის აზრით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთი ნაწილია, ერთი მხარეა მედრის, მეორე მხარე ის არის, რომ აღმოსავლეთ თურქეთში უაღრესად სათრთული ვითარება, ასე რომ შეფერხება შეიძლება გაგრძელდეს. ქართულ მონაკვეთზე კი მშენებლობა გრძელდება. წლის ბოლოს სამუშაოს ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ დასრულდება. თუმცა თურქული მონაკვეთის გარეშე ტვირთების და მგზავრების მიმოსვლა ხაზზე შეუძლებელი იქნება. ჩვენი ინფორმაციით თურქეთის მონაკვეთზე, თურქეთის ტერიტორიაზე განახლდა სამუშაოები და მიმდინარეობს იქ, მაგრამ აი ტემპებზე ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ინფორმაციას არ ვფლობთ. აზერბაიჯანის კოლეგებთან ერთად მუშაობთ იმაზე, რომ ამ წლის ბოლოს მარაბ და კარწახის მონაკვეთი მზად იყოს ექსპლუატაციისთვის. შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ თურქულ ტერიტორიაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ იყოს იმ დროისთვის დამთავრებული. რკინიგზის თურქული მონაკვეთი ქურთებით დასახლებულ რეგიონებზე გადის, სადაც ბოლო თვეებში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. ორი ტერაქტი განხორციელდა შაჰდენიზის მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ცვლილებებს, ნოემბერში თურქეთში რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. შესაძლოა მთავრობაში განხორციელდეს საკადრო გადაადგილებებიც. დღის სხვა სიახლეებზე უკვე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ არ გადაერთოთ. ქრონიკა სამწუხარო ინციდენტის კვალდაკვალ. 33 წელია მუშაობს და ჯერ კაპიტალური რემონტი არ გაკეთებულა. პასუხისმგებლობა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე მთლიანად არის ლიფტის მფლობელზე. ლიფტები და უსაფრთხოება. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენი ან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. დომინოში წინა სასკოლო ვაჭრობა დაიწყო. მოდი და შეიძინე ყველაფერი ის, რაც სწავლისთვის გჭირდება. დომინო. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. უფრო ხმა მაღლა. შვენიერია. კიდეც ისარტყელა დაინახო. საოცარია. რამდენი რამ შეიძლება აღმოაჩინოს ბავშვმა მეგობარ ბარნისთან ერთად. თქვენი დახმარებით. ბარნი, ფაფუგი ორცხობილად დამზადებული ხარისხიანი ინგრედიენტებით, ხორბლით, შოკოლადითა და კვერცხით. წავედით. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. გუშინდელი ფუნდუშები დღევანდელ ფასად ის სამჯერ უფროსია შენზე და შენ არ ხარ მისთვის ერთადერთი. თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ნეტკრედიტი გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ 5%-იანი ფასდაკლება ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%-მდე. ნეტკრედიტი. აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტო ლომბარდი 2.5% და ზოგეთ თანხა და მიიღეთ მეტი სარგებელი. ჯაბა კრედიტი, თქვენი საიმედო და მომგებიანი არჩევანი. დაგვიკავშირდით 202 24 24. სამსახური, საღიდლები, ბავშვის მოვლა, უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოტანი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს. სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გააკეთე მეტი ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. პაივა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე.
რაც ახალია. ხო, ეს წვილი ჯერ არ მინახავს. მადი საღმძვრელია ორმაგად. ახალი ტუქ სენდვიჩი, 2 ხრაშუნდნარი კრეკერი და მადი საღმძვრელი შიგთავსი. ახალი ტუქ სენდვიჩი, სავსეა გემოთი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. თქვენ უყურებთ დღის მთავარ გამოშვებას, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრი დღეს რაჭას სტუმრობდა. ირაკლი ღარიბაშვილი უწერაში ადგილობრივებს შეხვდა და პრობლემებზე მიიღო ინფორმაცია. მოსახლეობას ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ღარიბაშვილმა მთის კანონზე ისაუბრა, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება. მოგვიანებით მთავრობის მეთაურმა უწერადან ონში გადაინაცვლა. პრემიერ-მინისტრი მუნიციპალიტეტში მდებარე სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასაც დაესწრო. და მთელი რიგი შეღავათებილი ხარგიში დაიწლება ოჯახები ტოვებენ სახკარს, მიდამოებს და მიდიან ქალაქში. რაც არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ შეცდომაში რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა, ჩვენი წინა მთავრობების ბრალი არის, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი სახეზე არის. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ამ შეცდომის გამოსწორება. კერძოდ ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. იქ არის გაწერილი მთელი რიგი ღონისძიებები, შეღავათები, რომელსაც ჩვენ დაუწესეთ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. მთის კანონი შემოდის და სოფელში მაცხოვრებელს, ვთქვათ, დენზე, 1000 რაღაცაზე შეღავათი გექნება, მაგრამ არის გლობალური პრობლემები. რიონის პირას ვცხოვრობთ, საზღვრის პირას ვცხოვრობთ, ბუნება გვებრძვის, სტიქიებია ხშირად. ყვარლის რაიონის მოსახლეობა კომპანიამ მეღვინეობა ხარებას უპირისპირდება. მეღვინეობის დასახლებაში ამბობენ, რომ კომპანიამ